როცა დღეს ირანის სახელს ვისმენთ, ხშირად ბირთვულ პროგრამას უკავშირებთ. პროტესტი, ომი და კონფლიქტი სხვა ქვეყნებთან გვახსენდება, მაგრამ სინამდვილეში ვინც არ იცის, ირანის ისტორია რელიგიური მართლობით არ დაწყებულა. მანამდე სანამ ისლამი მოვიდოდა, ამ ტერიტორიაზე უკვე დიდი სამეფოები არსებობდა, მათ შორის იყო სპარსეთის იმპერია, რომელიც ერთ დროს უზარმაზარ ტერიტორიას მართავდა, ცენტრალური აზიიდან ევროპისა და აფრიკის ნაწილებამდე. ამიტომ რომ გავიგოთ, რატო არ ენდობა ირანი სხვა ქვეყნებს, უნდა დავბრუნდეთ იმ პერიოდზე, როცა ირანელებმა ნელ-ნელა დაკარგეს კონტროლი საკუთარ ქვეყანაზე. ეს ნაწილი დაიწყება 1900-იანი წლების დასაწყისში, მაგრამ მანამდე უნდა დავბრუნდეთ დაახლოებით 1800 წელს. იმ დროს ირანს ჯერ კიდევ ყაჯარების დინასტია მართავდა. ეს იყო მეფეთა ოჯახი, რომელიც მართავდა ქვეყანას 1700-იანი წლების ბოლოსიდან 1900-იანი წლების დასაწყისამდე. იმ დროს ევროპელები ირანს პერსიას ეძახდნენ. თუმცა ირანის მოსახლეობა საკუთარ ქვეყანას დიდი ხანია ირანს უწოდებდა. ირანის ტერიტორია დიდი იყო, მაგრამ ცენტრალური მთავრობა სუსტი. მეფეს ფული არ ყოფნიდა, მისი არმიის ბევრი იარაღი მოძველებული იყო და ბრძოლის მეთოდებიც ძველმოდური. ირანის ჩრდილოეთით კი სწრაფად ფართოვდებოდა რუსეთის იმპერია. რუსეთს სურდა კონტროლი დაემყარებინა კავკასიაზე, რეგიონზე, რომელიც მდებარეობს შავი ზღვისა და კასპიის ზღვის შორის. ეს ადგილი მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის წარმოადგენს გზას ცენტრალური აზიისა და უფრო თბილი სამხრეთისკენ. თუმცა, იმ მიწების დიდი ნაწილი, რომელთა დაპყრობაც რუსეთს სურდა, დიდი ხანია ირანთან იყო დაკავშირებული. ამის გამო, მე-19 საუკუნის დასაწყისში ყაჯარის ირანსა და რუსეთს შორის ორი დიდი ომი მოხდა. რუსეთის არმია უფრო თანამედროვე და ორგანიზებული იყო. ირანი ორივე ომში დამარცხდა, რის გამოც მათ მოუწიათ ხელი მოეწერათ გიულისტანის ხელშეკრულებაზე 1813 წელს და თურქმენჩაის ხელშეკრულებაზე 1828 წელს. ირანმა ძალიან ბევრი დაკარგა. რუსეთს გადაეცა ის მიწები, რომლებიც დღეს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და დაღესტნის ნაწილებია. ასევე ორ ქვეყანას შორის საზღვრის დიდი ნაწილი გადაიტანეს არაქსის მდინარემდე. მხოლოდ მიწა არ დაკარგა ირანმა. ირანს ასევე მოუწია რუსეთისთვის დიდი თანხის გადახდა. ამასთან რუსი ვაჭრები განსაკუთრებული დაცვით სარგებლობდნენ და მხოლოდ რუსეთს ჰქონდა უფლება, რომ კასპიის ზღვაში სამხედრო გემები ხოლოდა. ეს ნიშნავს, რუსეთი ირანზე უფრო ძლიერ სახელმწიფოდ იქცა. ამიტომაც მას ადვილად შეეძლო ზეწოლა მოეხდინა სუსტ და ფინანსურად გაჭირვებულ ქვეყანას. ყაჯარის მთავრობისთვის კი, როცა ჩრდილოეთში რუსეთი ძლიერდებოდა, აღმოსავლეთში ბრიტანეთის იმპერია ღელავდა. იმ დროს ბრიტანეთს კონტროლი ჰქონდა ინდოეთზე, რომელიც მისი ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი უმდიდრესი კოლონია იყო. ბრიტანელები შიშობდნენ, რომ რუსეთი ცენტრალური აზიის, ავღანეთისა და ირანის გავლით ინდოეთს მიუახლოვდებოდა. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქალაქი ჰერათი, რომელიც დღევანდელ ავღანეთში მდებარეობს. ბრიტანეთისთვის ეს ადგილი შეიძლება გამხდარიყო გზა არმიისთვის, რომელსაც ინდოეთზე თავდასხმა სურდა. ამის მიუხედავად, ირანმა სცადა ჰერათის დაბრუნება, რადგან ის დიდი ხნის განმავლობაში დაკავშირებული იყო სპარსეთის სამეფოებთან, მაგრამ ბრიტანეთმა ეს აღკვეთა. 1846 წელს დაიწყო ანგლო-სპარსული ომი. ბრიტანელებმა დაიპყრეს ირანის რამდენიმე ნაწილი და აიძულეს ყაჯარის მთავრობა შეეწყვიტა ჰერათზე პრეტენზიები. ამის შემდეგ აშკარა გახდა, რომ ირანი ორ ძლიერ იმპერიას შორის მოექცა. რუსეთი ჩრდილოეთიდან ატვებოდა ირანს, ხოლო ბრიტანეთი სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან უტევდა, რათა ინდოეთი დაეცვა. ასევე პერსიის ყურის მარშრუტებს. ამან ორი დიდი იმპერიის დაპირისპირება სისხლიანად აქცია. ეს დაპირისპირება რუსეთსა და ბრიტანეთს შორის გახდა იმ ეგრეთ წოდებული დიდი თამაშის ნაწილი. ისინი ცენტრალურ აზიაში გავლენისთვის იბრძოდნენ. ბრიტანეთისთვის ირანი მნიშვნელოვანი იყო ინდოეთის დასაცავად. რუსეთისთვის კი ირანი მნიშვნელოვანი იყო როგორც გზა სამხრეთისკენ. მათ არ ჭირდებოდათ მთელი ირანის დაპყრობა. ქვეყანა ძალიან დიდი იყო და ბევრი მთა ჰქონდა. მისი დაცვა ძვირი და რთული იყო. რუსეთსა და ბრიტანეთს უფრო ადვილად შეეძლოთ ირანის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების კონტროლი გარედან. ყაჯარების მეფეებმა დაინახეს, რომ შეეძლოთ ფული ეშოვათ ორი იმპერიის კონკურენციიდან. მთავრობას ფული არ ყოფნიდა, მათ უნდა დაეფინანსებინათ სასახლე, არმია, მეფის მოგზაურობები და სხვა ხარჯები. ამიტომ მეფეებმა დაიწყეს ეგრეთ წოდებული ეკონომიკური კონცესიების გაცემა. მარტივი ახსნით, მეფე უცხოელს ან უცხოურ კომპანიას აძლევდა განსაკუთრებულ უფლებას ეკონტროლებინა და ეშოვა ფული ირანში რომელიმე ბიზნესიდან. ეს შეიძლება ყოფილიყო ბანკი, სამთო მრეწველობა, გზები, რკინიგზა, ტელეგრაფი, საბაჟოები ან რომელიმე პროდუქტის ვაჭრობა. ამის სანაცვლოდ უცხოელი მეფეს ან მთავრობას ფულს აძლევდა. იყო რამდენიმე პროექტი, რომელმაც ირანში ახალი ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა შემოიტანა. თუმცა, შემოსავლისა და კონტროლის დიდი ნაწილი უცხოელებს ხდებოდა. ხშირად ფულს იყენებდნენ სასახლეში და მეფის პირად ხარჯებზე და არა ჩვეულებრივი მოქალაქეების საჭიროებებისთვის.
1900-იან წლებში ირანში გაიზარდა რუსი და ბრიტანელი ბანკირების, ინჟინრების, ვაჭრების, დიპლომატებისა და ჯარისკაცების რაოდენობა. მათ გავლენა მოიპოვეს ბანკებზე, ვაჭრობაზე, კომუნიკაციებსა და ეკონომიკის სხვა მნიშვნელოვან სფეროებს. ბრიტანეთმა ხელი შეუწყო ტელეგრაფის ხაზების გაყვანას, რამაც ინდოეთთან სწრაფი შეტყობინებების გაგზავნა გაამარტივა. თუმცა ეს სისტემა ძირითადად ბრიტანეთის იმპერიის საჭიროებებისთვის შეიქმნა. სანამ უცხოელები მდიდრდებოდნენ და ფუფუნებაში ცხოვრობდნენ სასახლეებში, ბევრი ირანელი კვლავ ღარიბად რჩებოდა. ნელ-ნელა ჩამოყალიბდა შეგრძნება, რომ ირანს აღარ ჰქონდა ნამდვილი კონტროლი საკუთარ მიწაზე, ბიზნესსა და მომავალზე. და როცა მეფემ სცადა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტზე კონტროლი უცხოელისთვის გაეყიდა, ხალხი აღარ დატუნდა. პირველად ვაჭრები ერთად შეიკრიბებიან, რელიგიური ლიდერები და ჩვეულებრივი მოქალაქეები გაერთიანდნენ, რათა ებრძოლათ მეფის ძალაუფლებისა და უცხოელი იმპერიების გავლენის წინააღმდეგ ირანში. იმ დროს ირანის მმართველს შახი ეწოდებოდა. ეს არის ფარსის სიტყვა მეფისთვის. 1890 წელს ნასერ ალ-딘 შაჰმა, ბრიტანელ ბიზნესმენს, ირანის თამბაქოს ინდუსტრიაზე თითქმის სრული კონტროლი გაგადასცა 50 წლის ვადით. ეს დიდი პრობლემა იყო ირანელებისთვის. ბევრი ფერმერი, გამყიდველი და ვაჭარი თამბაქოზე იყო დამოკიდებული საარსებოდ. თამბაქო ასევე ხშირად გამოიყენებოდა სახლებში და საზოგადოებრივ ადგილებში. ახალი შეთანხმების მიხედვით თამბაქოს დათესვა, გაყიდვა და ექსპორტი ბრიტანული კომპანიის გავლით უნდა განხორციელებულიყო. ეს ნიშნავს, რომ უცხოური ბიზნესი გააკონტროლებდა უამრავი ირანელის საარსებო წყაროს. ამან ხალხის მოთმინება ამოწურა. მოვაჭრეები, რელიგიური ლიდერები გაერთიანდნენ, ინტელექტუალები და ჩვეულებრივი მოქალაქეებიც გაერთიანდნენ, რამდენიმე მაღაზია დაიხურა და ბევრმა ადამიანმა თამბაქოს მოხმარება შეწყვიტა. ცნობილმა რელიგიურმა ლიდერმა მირზა ჰასან შირაზიმაც გამოსცა ფერმანი. ეს იყო ფართომასშტაბიანი რელიგიური აკრძალვა მისი გამოყენების წინააღმდეგ. მას ფართოდ დაემორჩილნენ, მათ შორის სასახლის შიგნით ყოფი ადამიანებიც. პროტესტის მასშტაბურობის გამო ის იძულებული გახდა 1892 წელს შეთანხმება გაეუქმებინა. ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ირანელებმა დაინახეს, რომ მათ შეუძლიათ შეაჩერონ მეფე და უცხოელი ვაჭრები თუ ერთიანად იმოქმედებენ. თამბაქოს პროტესტი ერთ-ერთი პირველი დიდი ნაბიჯი იყო უფრო ფართო ბრძოლისკენ ცვლილებებისთვის. 1905 წელს მოქალაქეებმა კვლავ დაიწყეს პროტესტი. მათ მხოლოდ ერთი ბიზნეს გარიგების შეცვლა არ სურდათ. მათ სურდათ შეეზღუდათ მეფის ძალაუფლება. მათ მოითხოვეს კონსტიტუცია, ან გაფიო კანონი, რომელიც განსაზღვრავდა მეფის ძალაუფლების ფარგლებს. ასევე სურდათ პარლამენტი, რათა მოქალაქეებს ყოლოდათ წარმომადგენლები კანონების შექმნასა და მთავრობის ხარჯების კონტროლში. 1906 წელს მოზაფარ ალ-დინმა დათანხმდა კონსტიტუციისა და პარლამენტის, რომელსაც მადლესი ეწოდება შექმნას. ეს იყო ერთ-ერთი პირველი კონსტიტუციური რევოლუცია ახლო აღმოსავლეთში. პირველად გაჩნდა კანონიერი გზა, რომ მეფის გადაწყვეტილებები პოლიტიკურად გააკონტროლონ და უცხოელებთან საიდუმლო შეთანხმებები შეაჩერონ. თუმცა წარმატებული დასაწყისი დიდხანს არ გაგრძელდა. ის გარდაიცვალა და მის ადგილას მისი შვილი მოჰამად ალი შახი მოვიდა. ახალ შახს არ სურდა, რომ პარლამენტს მისი ძალაუფლება შეეზღუდა. მას მხარს უჭერდა რუსეთიც, რომელსაც ეშინოდა, რომ ახალი პარლამენტი ირანში მის გავლენას შეამცირებდა. 1908 წელს შახის ერთგულმა ძალებმა თეირანში პარლამენტის შენობა ალყაში მოაქციეს. მათ შენობას ქვემეხებიდან ესროლეს, ბევრი კონსტიტუციის ხარდამჭერი მოკლეს, დააპატიმრეს ან აწამეს. თუმცა კონსტიტუციისთვის მებრძოლები არ დანებდნენ. ძალები ირანის სხვადასხვა კუთხიდან შეიკრიბნენ. 1909 წელს ისინი თეირანში შევიდნენ და მუჰამად ალი გადააყენეს. პარლამენტი დარჩა, მაგრამ ქვეყნის შიდა დაპირისპირებებმა და რუსეთისა და ბრიტანეთის ჩარევამ ის კიდევ უფრო დაასუსტა. როცა ირანელები საკუთარი მთავრობისთვის იბრძოდნენ, ამასობაში ორი იმპერია ირანის შესახებ შეთანხმდა. 1907 წელს. ბრიტანეთმა და რუსეთმა ქვეყანა გავლენის ზონებად დაყვეს. ჩრდილოეთი ნაწილი რუსეთის გავლენის სფეროდ გამოცხადდა, სამხრეთ-აღმოსავლეთი კი ბრიტანეთისთვის. შუაში დარჩა ნაწილი, რომელიც ნეიტრალურად გამოცხადდა. ირანის მთავრობას ან მოსახლეობას არ უკითხავთ აზრი. ირანი პირდაპირ კოლონიად არ ქცეულა, მაგრამ ამ ორ იმპერიას ისე ექცეოდა, თითქოს შეეძლოთ ქვეყანა ერთმანეთში გაინაცილებინათ. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ აღმოჩენილი იქნა ნავთობი, რამაც ქვეყნის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა. 1908 წელს სამხრეთ-დასავლეთ ირანში, მასჯიდ სულეიმანში დიდი ნავთობის საბადო აღმოაჩინეს. ძებნა დაიწყო მას შემდეგ, რაც 1901 წელს შახმა ბრიტანელ ინვესტორ უილიამ ნოქს დარსის მისცა უფლება ეძებნა და მოეპოვებინა
ნავთობი ქვეყნის დიდი ნაწილის ტერიტორიაზე. აქედან შეიქმნა ანგლო-პერსული ნავთობის კომპანია. ეს კომპანია გახდა ანგლო-ირანული ნავთობის კომპანია და მოგვიანებით გახდა იმ კომპანიის ნაწილი, რომელიც დღეს ცნობილია როგორც BP. ნავთობი ბრიტანეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იმ დროს ბრიტანეთის საზღვაო ფლოტი ნელ-ნელა ცვლიდა ქვანახშირს ნავთობით, როგორც გემების საწვავს. ნავთობი უფრო მარტივი გამოსაყენებელია და ეხმარებოდა საომარ გემებს სიჩქარის გაზრდაში. ამიტომ ირანი აღარ იყო მხოლოდ გზა ინდოეთისკენ ან ბარიერი რუსეთის წინააღმდეგ, ის ასევე გახდა საწვავის მნიშვნელოვანი წყარო მსოფლიოს უძლიერესი საზღვაო ფლოტისთვის. 1914 წელს ბრიტანეთის მთავრობამ ნავთობის კომპანიის დიდი წილი შეიძინა. ამიტომ ირანის ნავთობი პირდაპირ გახდა ბრიტანეთის უსაფრთხოებისა და სამხედრო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი. როდესაც 1914 წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, ირანმა გამოაცხადა ნეიტრალიტეტი. მას არ სურდა რომელიმე ქვეყანასთან ალიანსი. თუმცა ირანში მაინც შევიდნენ რუსეთის, ბრიტანეთისა და ოსმალეთის იმპერიის ძალები. მათ ირანის მიწა გამოიყენეს როგორც გასასვლელი და ბრძოლის ველი. დაინგრა ფერმები და ვაჭრობა, ჯარისკაცებმა წაიღეს საკვები და პირუტყვი, დაავადებებიც გავრცელდა, რადგან მთავრობა სუსტდებოდა. ბევრი ირანელი დაიღუპა შიმშილის დაავადებებისა და არეულობის გამო. ისტორიკოსებს განსხვავებული შეფასებები აქვთ ზუსტ რაოდენობაზე, თუმცა აშკარაა, რომ ომმა უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვეულებრივ მოსახლეობას. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაინგრა ძველი რუსეთის იმპერია და შეიქმნა საბჭოთა კავშირი. რუსეთის გავლენა ირანში დროებით დასუსტდა. ბრიტანეთმა კი სცადა გაეძლიერებინა საკუთარი კონტროლი, განსაკუთრებით ნავთობზე და მთავრობაზე. თუმცა უფრო მეტი ირანელი ეწინააღმდეგებოდა უცხოურ ჩარევას და სუსტ ყაჯართა დინასტიას. არეულობის ფონზე ერთ-ერთი სამხედრო ოფიცერი, სახელად რეზა ხანი წამოიწია წინ. 1921 წელს მან მონაწილეობა მიიღო გადატრიალებაში, რომელმაც მას მთავრობაში დიდი ძალაუფლება მისცა. ნელ-ნელა ის გახდა სამხედრო ძალების მეთაური და პრემიერ-მინისტრი. 1925 წელს პარლამენტმა ყაჯართა დინასტია გაუქმა. რეზა ხანმა შეცვალა იგი და გახდა რეზა შაჰ ფეხლევი. რეზა შაჰმა პირობა დადო, რომ შექმნიდა ძლიერ, თანამედროვე და დამოუკიდებელ ირანს. მან ააშენა ახალი გზები, საავადმყოფოები, სკოლები, ქარხლები და სამთავრობო ოფისები. მისი მმართველობის დროს დაარსდა თეირანის უნივერსიტეტი და აშენდა ტრანსირანული რკინიგი გზა, რომელმაც ქვეყნის ჩრდილოეთი და სამხრეთი დააკავშირა. მან გააძლიერა ეროვნული არმია და ცენტრალური მთავრობა. მან ასევე შეამცირა ზოგიერთი ტომის ლიდერის ადგილობრივი მმართველისა და რელიგიური სასამართლოს ძალაუფლება. რეზა შაჰს სურდა, რომ მთავრობა არარელიგიურ ლიდერებს ქონოდათ მთავარი კონტროლი კანონზე და პოლიტიკაზე. მან ასევე აიძულა ირანელები შეეცვალათ ჩაცმულობა და ცხოვრების წესი, რათა მისი ხედვით თანამედროვეებად გამოჩენილიყვნენ. 1936 წელს მისმა მთავრობამ აკრძალა საჯაროდ საბურველის ტარება. იყო ქალები, რომლებიც გახარებულნი იყვნენ, რადგან უფრო მარტივად შედიოდნენ სკოლაში და სამსახურში. თუმცა ბევრიც იძულებული გახდა დამორჩილებოდა, ხოლო ზოგმა საერთოდ შეწყვიტა სახლიდან გასვლა. ეს ცვლილება ყველასთვის ნებაყოფლობითი არჩევანი არ ყოფილა. ეს მთავრობამ პოლიციისა და ძალის გამოყენებით განახორციელა. ირანის მოდერნიზაციის პროცესში რეზა შაჰი უფრო ძლიერი და მკაცრი გახდა. მან გააჩუმა მოწინააღმდეგეები, გააკონტროლა მედია და წაართვა პარლამენტს ბევრი ნამდვილი თავისუფლება. 1935 წელს მისმა მთავრობამ სხვა ქვეყნებს სთხოვა ოფიციალურ ურთიერთობებში პერსიის ნაცვლად ირანის სახელი გამოეყენებინათ. თუმცა მან ბოლომდე ვერ არ მოფხვრა უცხო ქვეყნების გავლენა. როდესაც დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, ირანმა კვლავ გამოაცხადა ნეიტრალიტეტი. იმ დროს ქვეყანაში ბევრი გერმანელი ტექნიკოსი და ბიზნესმენი მუშაობდა. როდესაც 1941 წელს გერმანია დაესხა საბჭოთა კავშირს, ბრიტანეთსა და საბჭოთა კავშირს შეეშინდათ, რომ გერმანია ირანს მათ წინააღმდეგ გამოიყენებდა. ბრიტანეთისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო აბადანის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა. საბჭოთა კავშირს ირანში უსაფრთხო გზა სჭირდებოდა, რათა მოკავშირეებისგან იარაღი და მარაგი მიეღო. ბრიტანეთმა და საბჭოთა კავშირმა რეზა შაჰს სთხოვეს გაეყვანა ქვეყნიდან გერმანიის მოქალაქეთა უმეტესობა. მან მაშინვე არ შეასრულა მათი ყველა მოთხოვნა. 1941 წლის აგვისტოში ბრიტანეთსა და საბჭოთა კავშირის ძალებმა ირანი დაიპყრეს. ირანის სამხედრო ძალები სწრაფად დამარცხდა. რეზა შაჰი იძულებული გახდა ტახტი დაეტოვებინა და ქვეყნიდან გაეძევებინათ. იგი შეცვალა მისმა ვაჟმა, მუჰამად რეზა ფეჰლევი, რომელიც მაშინ 22 წლის იყო. ირანელებმა კვლავ იხილეს ის, რაც ადრე ხდებოდა მათ ქვეყანაში. მეფე შეიცვალა არა ხალხის გადაწყვეტილებით, არამედ იმიტომ, რომ ასე სურდათ ძლიერ უცხოურ ქვეყნებს. მოკავშირეებმა ირანი გამოიყენეს როგორც სპარსული კორიდორი, მნიშვნელოვანი მარშრუტი საკვების, ტრანსპორტის, იარაღისა და სხვა მარაგების საბჭოთა კავშირში გადასაგზავნად. როდესაც დასრულდა მეორე მსოფლიო ომი, ახალი შაჰის კონტროლი შესუსტდა. ამის გამო კვლავ გაძლიერდა პარლამენტი, პოლიტიკური პარტიები, გაზეთები და ორგანიზაციები, რომლებიც ნამდვილი თავისუფლების
მოთხოვნით გამოდიოდნენ. თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა დარჩა. ბრიტანეთის კონტროლირებადი ანგლო-ირანული ნავთობის კომპანია კვლავ აგრძელებდა ირანიდან უზარმაზარი რაოდენობის ნავთობის გატანას. ბრიტანეთი უფრო მეტ სარგებელს იღებდა, ვიდრე ბევრი ირანელი. ბრიტანული კომპანია ასევე მკაცრად აკონტროლებდა აბადანის დიდ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას. ბევრი ირანელი მუშის მდგომარეობა მძიმე იყო, მაშინ როცა ბრიტანელ თანამშრომლებს უკეთესი სახლები და მომსახურება ჰქონდათ. ამის გამო ნავთობი გახდა სხვა ქვეყნების ხანგრძლივი ჩარევის სიმბოლო. ამ პერიოდში პოპულარული გახდა პოლიტიკოსი მოსადეღი. მოსადეღი იყო ადვოკატი, ყოფილი სახელმწიფო მოხელე და დიდი ხნის კონსტიტუციის მხარდამჭერი. ის თვლიდა, რომ პარლამენტს უნდა ეკონტროლებებინა ქვეყანა და ირანს უნდა ქონოდა საკუთარი ბუნებრივი რესურსების მართვის უფლება. მას არ სურდა ბრიტანეთის სხვა ძლიერ ქვეყანაზე უბრალოდ შეცვლა. მას სურდა, რომ ირანს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება შეძლებოდა. 1940-იანი წლების ბოლოს მოსადეღი ხელმძღვანელობდა ეროვნულ ფრონტს, რომელიც იყო ნაციონალისტების, ლიბერალების. ირანის მთავრობამ სცადა ანგლო-ირანული ნავთობის კომპანიის შემოსავლებიდან უფრო დიდი წილის მიღება. მაგრამ მოსადეღისთვის შემოსავლის გაყოფა საკმარისი არ იყო, რადგან მისი აზრით ნავთობი ირანს ეკუთვნოდა და სწორედ ირანი უნდა აკონტროლებდეს მას. 1951 წელს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ნავთობის ინდუსტრიის ნაციონალიზაციას. ნაციონალიზაცია ნიშნავს, როდესაც მთავრობა იღებს კერძო ბიზნესს და მას ქვეყნის კონტროლქვეშ აქცევს. მალე პრემიერ-მინისტრი გახდა მოჰამად მოსადეღი. ერთის შეხედვით ირანელების ხანგრძლივი ბრძოლა წარმატებით დასრულდა. ლიდერი, რომელსაც პარლამენტი უჭერდა მხარს, დაუპირისპირდა ყველაზე ძლიერ იმპერიას, რომელიც დიდი ხანია მათ მიწაზე სარგებელს იღებდა. მაგრამ ბრიტანეთი არ დათანხმდებოდა ასე უბრალოდ დაეკარგა თავისი ნავთობის კომპანია და როცა ბრძოლა ნავთობზე გამძაფრდა, შეერთებული შტატები ჩაერთო ირანის ამბავში. ოპერაციაში, რომელმაც ქვეყნის ბედი შეცვალა და მრავალი ირანელის ნდობა დააკარგვინა დასავლური დემოკრატიის მიმართ. როცა იზრდებოდა მოწოდება, რომ ირანს თავისი ნავთობი თავად ეკონტროლა, 1951 წლის მარტში მოკლეს პრემიერ-მინისტრი ჰაჯალი რაზმარა, რომელიც წინააღმდეგი იყო მთავრობის მიერ ნავთობის ინდუსტრიის დაუყოვნებლივ კონტროლქვეშ აყვანის. ამის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა მხარდაჭერა მოჰამად მოსადეღის მიმართ. 1951 წლის აპრილში პარლამენტმა ის პრემიერ-მინისტრად აირჩია. მალე მიიღეს კანონი, რომელმაც ნავთობის ინდუსტრია ირანის კონტროლქვეშ მოაქცია. ბევრი ირანელისთვის ეს მხოლოდ ფულის საკითხი არ იყო, ნავთობის სიმბოლოდ იქცა. დიდი ბრიტანეთი დიდი ხანია სარგებლობდა ირანის სიმდიდრით. მაშინ როცა ირანელებს საკუთარი ნავთობის ძალიან მცირე კონტროლი ჰქონდათ, ბრიტანეთმა უარი თქვა ბიზნესის ასე უბრალოდ დათმობაზე. მან გამოიყვანა ბრიტანელი მუშები აბადანის დიდ რეფინერიებში და დაბლოკა ირანული ნავთობის გაყიდვა სხვა ქვეყნებში. ამის გამო ნავთობის ექსპორტი თითქმის შეწყდა და მთავრობამ დიდი შემოსავალი დაკარგა. შეერთებულმა შტატებმა და მსოფლიო ბანკმა სცადეს შეთანხმების მიღწევა, ბრიტანეთი მზად იყო გაეზარდა ირანისთვის გადასახდელი თანხა, მაგრამ არ სურდა კონტროლის სრულად დათმობობა. მოსადეღის აზრით კი ირანს თავად უნდა ემართა თავისი ნავთობი. ეკონომიკის გაუარესების ფონზე დაიწყო ცივი ომი შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირის შორის. ირანში იყო კომუნისტური პარტია, რომელსაც თუდეს პარტია ეწოდებოდა. მოსადეღი კომუნისტი არ იყო, მაგრამ შეერთებულ შტატებს შეეშინდა, რომ მისი მთავრობის დასუსტების შემთხვევაში ირანი საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ მოექცეოდა. ბრიტანეთმა ამ შიშის გამოყენებით დაარწმუნა ამერიკა, რომ მოსადეღის გადაყენებაში დახმარებოდა. 1953 წელს ბრიტანეთის დაზვერვა და ამერიკის CIA გაერთიანდნენ საიდუმლო ოპერაციაში, რომელსაც ოპერაცია აიაქსი ეწოდებოდა. CIA-მ ფული მისცა პოლიტიკოსებს, გაზეთებს, სამხედრო ოფიცრებს და ორგანიზატორებს. რამდენიმე გაზეთმა გამოაქვეყნა ისტორიები მოსადეღის წინააღმდეგ, ასევე მოეწყო დაქირავებული დემონსტრაციები, რათა შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს მას მხარდაჭერა ეკარგებოდა. მათ გამოიყენეს შახის ძალაუფლება მოსადეღის პრემიერ-მინისტრობიდან მოსაცილებლად, თავიდან გეგმა ჩავარდა, შახი ირანიდან გაიქცა. თუმცა ოპერაცია არ შეჩერებულა. 1953 წლის 19 აგვისტოს შახის მხარეს გადავიდა სამხედროების ნაწილი. თეირანში ბრძოლა დაიწყო და საბოლოოდ მოსადეღის მთავრობა დაემხო. ის დააპატიმრეს და სამხედრო სასამართლოზე გაასამართლეს. მოსადეღი 3 წლიანი პატიმრობით დასაჯეს და შემდეგ შინაპატიმრობაში ყავდათ მის გარდაცვალებამდე. შაჰ მოჰამად რეზა ფეხლავი ირანში დაბრუნდა და მისი ძალაუფლება კიდევ უფრო გაძლიერდა. ამ გადატრიალებას უზარმაზარი გავლენა ჰქონდა ბევრი ირანელისთვის. ამანაჩვენა რომ როდესაც მათ ცადეს საკუთარი ნავთობის კონტროლი პარლამენტისა და პოპულარული პრემიერ-მინისტრის მეშვეობით, ბრიტანეთი და შეერთებული შტატები დაეხმარნენ მის გადაყენებაში. გადატრიალების შემდეგ შეიქმნა ნავთობის კომპანიების ჯგუფი ბრიტანეთიდან, შეერთებული შტატებიდან, ნიდერლანდებიდან და საფრანგეთიდან. ფორმალურად ნავთობი ირანის საკუთრება
მთავრობა იყო, მაგრამ წარმოებასა და გაყიდვაზე დიდი კონტროლი მაინც უცხოურ კომპანიებს ჰქონდათ. მას შემდეგ შეერთებული შტატები გახდა მისი მთავარი მხარდამჭერი. ამერიკამ მას ფული, იარაღი, წვრთნა და პოლიტიკური მხარდაჭერა მიტიკური მხარდაჭერა მისცა. ირანი ამერიკისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ახლოს მდებარეობდა საბჭოთა კავშირთან და ბევრი ნავთობი ჰქონდა. მაგრამ როცა შახი ძლიერდებოდა, თავისუფალი პოლიტიკა სუსტდებოდა. მან გააკონტროლა არჩევლები და მედია. ასევე გააჩუმა პოლიტიკური ოპონენტები. შახის საიდუმლო პოლიცია შეიქმნა. ის უთვალთვალებდა სტუდენტებს, ჟურნალისტებს, რელიგიურ ლიდერებს, პარლამენტარებს, კომუნისტებს, ნაციონალისტებს და სხვა ყველას, ვინც მთავრობას ეწინააღმდეგებოდა. ბევრი დააპატიმრეს, ციხეში ჩასვეს და აწამეს. ამის გამო ხალხს შეეშინდა შახის წინააღმდეგ საუბარი. კაცრი მმართველობის პარალელურად შახმა 1963 წელს დაიწყო თეთრი რევოლუცია. ამაში შედიოდა მიწის გადაცემა ზოგიერთ გლეხზე, ქალებისთვის ხმის მიცემის უფლება, სკოლების, საავადმყოფოების, გზების, ქარხნების და სხვა პროექტების განხორციელება. ბევრმა ქალმა შეძლო სწავლა და მუშაობა. ასევე გაიზარდა საშუალო კლასი და უნივერსიტეტში განათლება ბევრმა ადამიანმა მიიღო. მაგრამ სარგებელი თანაბრად არ განაწილდა. ბევრმა გლეხმა მიიღო მიწა, რომელიც ძალიან პატარა იყო, რომ შემოსავალი ჰქონოდათ. ამის გამო ისინი ქალაქებში გადავიდნენ. როცა თანამედროვე შენობები გაიზარდა ასევე ღარიბი თემების რაოდენობაც. ასევე ბევრი ტრადიციული ვაჭარი და რელიგიური ლიდერი დაკარგა თავისი ძველი ძალაუფლება. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე იყო შიიტი რელიგიური ლიდერი როხოლა ხომეინი. მან გააკრიტიკა თეთრი რევოლუცია, შახსა და შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო ურთიერთობა და მთავრობის მკაცრი კონტროლი. ხომეინისთვის მოდერნიზაცია ნამდვილი თავისუფლება არ არის, თუ ირანი კვლავ უცხო ძალაზეა დამოკიდებული და ხალხს თავისუფლად საუბარი არ შეუძლია. 1963 წლის ივნისში ის დააკავეს მას შემდეგ, რაც მან გამართა მწვავე სიტყვით გამოსვლა შახის წინააღმდეგ. მისი მხარდამჭერები გააპროტესტეს ეს და მთავრობამ ჯარი გამოიყენა მათი შესაჩერებლად. 1964 წელს ხომეინიმ კვლავ გააკრიტიკა კანონი, რომელიც გარკვეულ ამერიკელ სამხედროებს ირანში სპეციალურ იურიდიულ დაცვას აძლევდა. ბევრი ირანელისთვის ეს გავდა ძველ ხელშეკრულებებს, რომლებიც უცხოელებს განსაკუთრებულ უფლებებს ანიჭებდა. ამის გამო ხომეინი ირანიდან გაასახლეს. თუნდაც სხვა ქვეყანაში ყოფნისას ის აგრძელებდა თავისი სიტყვების კასეტებზე ჩაწერას და გაგზავნას. ისინი ფარულად იკოპირებოდა და გადაეცემოდა მეჩეთებში, მაღაზიებში, სკოლებსა და სახლებში. ამასობაში ირანი სწრაფად გამდიდრდა 1970-იან წლებში ნავთობის ფასის ზრდის გამო. შახმა წამოიწყო დიდი პროექტები და შეიძინა უამრავი თანამედროვე იარაღი შეერთებული შტატებიდან. ირანი გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ახლო აღმოსავლეთში. თუმცა სწრაფადვე დაიზარდა პროდუქციისა და სახლების ფასები. კორუფცია გამრავლდა და მდიდრებსა და ღარიბებს შორის სხვაობა გაიზარდა. მაშინ როცა ბევრი ოჯახი სირთულეებს განიცდიდა, ისინი ხედავდნენ სამეფო ოჯახის მდიდრულ ცხოვრებას. 1970-იანი წლების ბოლოსთვის უკვე მრავალი ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა შახს. მათ შორის იყვნენ რელიგიური, კონსერვატიული, კომუნისტური, ნაციონალისტური, ლიბერალური, სტუდენტები, მუშები, ინტელექტუალები და ბიზნესმენები. მათ სხვადასხვა ტიპის მთავრობა სურდათ, მაგრამ ერთ საკითხში ერთიანდებოდნენ. შახი უნდა წასულიყო. 1978 წელს. პროტესტი მთელ ირანში გავრცელდა, როცა დემონსტრაციაზე ვინმე იღუპებოდა, 40 დღის შემდეგ ახალი შეკრება იმართებოდა შიიტური ტრადიციის მიხედვით. ხშირად ეს ახალი ძალადობით თავრდებოდა, რის გამოც პროტესტი კიდევ უფრო იზრდებოდა. 1978 წლის 8 სექტემბერს უსაფრთხოების ძალებმა თეირანში დემონსტრანტებზე ცეცხლი გახსნეს. ეს დღე შავპარასკევად გახდა ცნობილი. ამან კიდევ უფრო დააზიანა ხალხის ნდობა შახის მიმართ. მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, მაგრამ პროტესტის ტალღა ვეღარ შეაჩერეს. ქარხნების მუშები გაფიცვებს შეუერთდნენ ბანკებში, სამთავრობო ოფისებსა და ნავთობის ინდუსტრიაში. როცა ნავთობის მუშებმა მუშაობა შეწყვეტეს, მთავრობამ დიდი შემოსავალი დაკარგა. შახმა სცადა პრემიერ-მინისტრის შეცვლა და დაჰპირდა ხალხს, რომ კორუფციასა და ძალადობას შეაჩერებდა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. 1979 წლის 16 იანვარს შახი ირანიდან წავიდა. მან თქვა, რომ მისი წასვლა დროებითი იყო, მაგრამ ის აღარ დაბრუნებულა. 1 თებერვალს თითქმის 15 წლიანი გადასახლების შემდეგ როხოლა ხომეინი დაბრუნდა თეირანში. მას მილიონობით ადამიანი შეეგება. დაიქცა მონარქია, რომელმაც 10 წლეულების განმავლობაში მართავდა ირანს. მაგრამ ჯგუფები, რომლებიც შახის წინააღმდეგ გაერთიანდნენ, სხვადასხვა ოცნებები ჰქონდათ ქვეყნისთვის. ზოგი დემოკრატიას ისურვებდა, ზოგი კი სოციალისტურ მთავრობას. ზოგს კი სურდა ისლამი კანონებისა და პოლიტიკის მთავარ საფუძვლად ექცია. ამიტომ შახის გაძევების შემდეგ უფრო დიდი ბრძოლა დაიწყო. ვინ მართლა მართავს ახალ ირანს?
როცა როხოლა ხომეინი ირანში დაბრუნდა, საბოლოოდ დაინგრა მონარქიის დარჩენილი ძალაუფლება. ბევრი ჯარისკაცი იყო, ვინც უარი თქვა ძველი მთავრობის დაცვაზე. მაგრამ შახის გაძევებაში მონაწილე სხვადასხვა ჯგუფებს ერთმანეთისგან განსხვავებული სურვილები ჰქონდათ ახალი მმართველობის შესახებ. ზოგი დემოკრატიას ისურვებდა, ზოგი სოციალისტურ მთავრობას, ხოლო სხვებს ისლამზე დაფუძნებული მმართველობა სურდათ. ყველაზე ძლიერი და ორგანიზებული იყო ხომეინის ჯგუფი. მას ფართო კავშირები ჰქონდა მეჩეთებთან, რელიგიურ ლიდერებთან, ბიზნესმენებთან და ჩაოულებრივ მოქალაქეებთან. 1979 წლის აპრილში ირანელებმა კენჭი უყარეს ქვეყნის ისლამურ რესპუბლიკად გადაქცევას. ახალ სისტემაში ხალხს კვლავ შეეძლო პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევა. თუმცა უმაღლეს პოზიციაზე იყო უზენაესი ლიდერი. ერთი შიიტი რელიგიური ლიდერი, რომელიც პრეზიდენტზე უფრო ძლიერია. უზენაეს ლიდერს დიდი კონტროლი აქვს სამხედრო ძალებზე, სასამართლო სისტემაზე, დაზვერვაზე, სახელმწიფო მედიასა და ქვეყნის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე. არსებობს მცველთა საბჭოც, რომელიც ამოწმებს კანონებსა და კანდიდატებს, ვისაც არჩევნებში კენჭისყრა სურს. ამის გამო ირანში არჩევნები ტარდება, მაგრამ სისტემის წინააღმდეგ მყოფ ყველა ადამიანს კანდიდატად ყოფნის უფლება არ ეძლევა. ამასთან ერთად გაღრმავდა ზიზღი შეერთებული შტატების მიმართ. 1979 წლის ნოემბერში ირანელმა სტუდენტებმა შტურმით აიღეს ამერიკის საელჩო თეირანში. სულ 66 ამერიკელი დააკავეს თავდაპირველად. მოგვიანებით მათგან 52 დარჩა მძევლად 444 დღის განმავლობაში. მათთვის, ვინც საელჩო აიღო, არსებობდა საფრთხე, რომ ამერიკა ისევ დაეხმარებოდა შახს, როგორც ეს 1953 წელს გააკეთა. ძევლების კრიზისის გამო ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა საბოლოოდ დაინგრა. იმ დროს, როცა ახალი მთავრობა ყალიბდებოდა, ხომეინის მხარდამჭერებმა ასევე შეასუსტეს რევოლუციაში მონაწილე სხვა ჯგუფები, დახურეს ოპოზიციური გაზეთები. ბევრი ყოფილი ოფიციალური პირი, ლიბერალი, კომუნისტი და კრიტიკოსი დააპატიმრეს, მოკლეს ან იძულებული გახდნენ გაქცეულიყო. მთავრობამ ასევე შემოიღო მკაცრი რელიგიური წესები, მათ შორის ქალებისთვის განსაზღვრული ჩაცმულობის კოდექსი. ისლამური რესპუბლიკის დაასაცავად დაარსდა ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი, ანუ IRGC. ირანს კვლავ ჰყავს რეგულარული სამხედრო ძალა, მაგრამ IRGC შეიქმნა იმისთვის, რომ თავად რელიგიური მთავრობა დაეცვა. მას აქვს საკუთარი სახმელეთო ძალები, საზღვაო ფლოტი, რაკეტები, სადაზვერვო დანაყოფები და დიდი გავლენა ბიზნესსა და პოლიტიკაში. მასთან არის დაკავშირებული ბასიჯი, მოხალისეთა მილიცია, რომელსაც ქსელი აქვს სკოლებში, სამუშაო ადგილებზე, სოფლებში და უბნებში. ის გამოიყენება ომის დროს და ასევე პროტესტების აღსაკვეთად. მალე ის დიდი გამოცდის წინაშე დადგა. გამოცდაში ჩავარდა ახალი მთავრობა. 1980 წლის სექტემბერში ერაყმა სადამ ჰუსეინის ხელმძღვანელობით ირანს შეუტია. ერაყი ფიქრობდა, რომ ირანი რევოლუციის შემდეგ სუსტი იყო, მაგრამ ირანელები იბუძოდნენ და ომი 8 წელი გაგრძელდა. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, ქალაქები და ნავთობის ობიექტები განადგურდა. ერაყმა ასევე გამოიხენა ქიმიური იარაღი. ისლამური რესპუბლიკის დამხობის ნაცვლად ომმა პირიქით ხელი შეუწყო მას. მის გასაძლიერებლად გაიზარდა ირანის რევოლუციური გვარდია და ბასიჯი, რადგან მთავრობის წინააღმდეგ მყოფებს უფრო ადვილად აცხადებდნენ დრის მოკავშირეებად. როდესაც ომი 1988 წელს დასულდა და ისლამური რესპუბლიკა დარჩა ხელისუფლებაში, აიათოლა ხომეინი 1989 წელს გარდაიცვალა. მის მიერ შექმნილი სისტემა გაგრძელდა შემდეგი უზენაესი ლიდერის მმართველობის დროსაც, ირანმა ასევე გამოიყენა მოკავშირე შეიარაღებული ჯგუფები ახლო აღმოსავლეთის სხვა რეგიონებში. მათ შორისაა ჰეზბოლა ლიბანში და სხვა ჯგუფები ერაყში, სირიაში, იემენსა და პალესტინის ტერიტორიებზე. ამ ჯგუფებს პროქსი ჯგუფებს უწოდებენ. ისინი ირანის რეგულარული სამხედრო ძალის ნაწილი არ არიან, მაგრამ შეუძლიათ მიიღონ ფული, წვრთნა, იარაღი ან პოლიტიკური მხარდაჭერა ირანისგან. ირანისთვის ისინი წარმოადგენს თავდაცვას შეერთებული შტატების წინააღმდეგ, ისრაელისა და სხვა მტრების წინააღმდეგ, ხოლო მისი მტრებისთვის ირანი იყენებს მათ ძალაუფლების გასაფართოებლად და რეგიონში არეულობის შესაქმნელად. ირანის ბირთვული პროგრამაც დაპირისპირების ცენტრად იქცა. ირანი აცხადებს, რომ ეს ენერგეტიკისა და სამეცნიერო კვლევებისთვისაა, თუმცა შეერთებული შტატები, ისრაელი და სხვა ქვეყნები შიშობენ, რომ ეს შეიძლება ირანს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას მისცემს. არა უნდა თქვას, რომ ირანს უკვე აქვს ბირთვული ბომბი. თავარი საკითხი ისაა, რამდენად ახლოსაა ის ამ შესაძლებლობასთან, თუ მთავრობა გადაწყვეტს ამის გაკეთებას. ამის გამო ირანს სანქციები დაუწესდა. შეიზღუდა ნავთობის ექსპორტი, ბანკინგი, ბიზნესი და ვაჭრობა. ამან დიდი გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე და ჩაოულებრივი მოქალაქეების ცხოვრებაზე. ამასთან ერთად ქვეყანაში პროტესტები კვლავ გრძელდება. ირანელები აპროტესტებდნენ კორუფციას, სიღარიბეს, არჩევნებს, უმუშევრობას, ფასების ზრდას და ქალების მიმართ მკაცრ პოლიტიკას. 2022 წელს. მასა ამინის გარდაცვალების შემდეგ ფართომასშტაბიანი პროტესტი დაიწყო. 22 წლის ქალი, რომელიც მორალის პოლიციამ დააკავა, რადგან თითქოს არასწორად ატარებდა ჰიჯაბს.
მთავრობამ საპროტესტო აქციების დასაშლელად ინტერნეტის გათიშვა და უსაფრთხოების ძალები გამოიხენა. IRDC-სა და BASIJ-ს იყენებენ დემონსტრაციების შესაფის შესაჩერებლად. აქ ჩანს, რატომ არის რთული ისლამური რესპუბლიკის დამხობა. ის მხოლოდ ერთ ლიდერზე არ არის დამოკიდებული. არსებობს უზენაესი ლიდერი, მცველთა საბჭო, სასამართლო სისტემა, სადაზვერვო სააგენტოები, სახელმწიფო მედია, IRGC, BASIJ და რელიგიური ქსელები ერთად იცავენ სისტემას. როცა ერთი ოფიციალური პირი მიდის, სხვა მზად არის მის ადგილას მოვიდეს და იგივე მთავრობა გააგრძელოს. თუმცა მნიშვნელოვანია ირანის მთავრობა ირანის მოსახლეობისგან გაუმიჯნოთ. არიან ადამიანები, რომლებიც ისლამურ რესპუბლიკას უჭერენ მხარს, ზოგს მხოლოდ მისი ზოგიერთი ნაწილის შეცვლა უნდა. ბევრიც უფრო ფართო თავისუფლებას ან სრულიად ახალ სისტემას ითხოვს. 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ირანს ომები და გადატრიალებები არაერთხელ გამოუცდია. სანქციები და ძლიერი ქვეყნების ჩარევა. ისლამურმა რესპუბლიკამ ეს ისტორია გამოიყენა იმის სათქმელად, რომ საჭიროა მკაცრი მთავრობა, რათა ირანი აღარასდროს დაექვემდებაროს უცხოელთა კონტროლს. მაგრამ მაშინ, როცა სისტემა ქვეყანას იცავს გარე ძალებისგან, ის ასევე მკაცრად აკონტროლებს საკუთარ მოქალაქეებსაც. ამიტომ თანამედროვე ირანის ისტორია მხოლოდ რელიგიაზე არ არის. ეს არის ისტორია ქვეყნისა, რომელიც დიდი ხანია იბრძვის იმისთვის, რომ უცხოელებმა არ აკონტროლონ. მაშინ, როცა მისი მოქალაქეები კვლავ აგრძელებენ ბრძოლას საკუთარი თავისუფლებისთვის საკუთარ ქვეყანაში.